როგორია თქვენი ენერგეტიკული მდგომარეობა? აირჩიეთ ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი. პირველი, მეორე ვარიანტი. თუ გინდათ ქვების მიხედვით აირჩიეთ, პირველი იყოს ეს ამეთვისტო, მეორე მწვანე მალაქიტის პირამიდა. დამიწერეთ კომენტარში, რომელი ვარიანტი აირჩიეთ. ნახოთ ზოგადი ენერგიები თქვენი ამჟამინდელი. ენერგეტიკულ მდგომარეობაში ამოვდით, შესაძლებელია ნეგატიურ ასპექტში თუ განვიხილავთ ენერგეტიკული მიჯაჭვულობა, ან ძალიან ზედმეტად ღრმა ემოციური კავშირი გაგაჩნდეთ ადამიანის მიმართ და ეს სიტუაცია ძალიან გძაბავთ, აქ ძალიან ისეთი ხართ, ვაი თვითკონტროლის მექანიზმი გაქვთ ძალიან დიდი ჩართული, შესაძლებელია საკუთარ თავს აკონტროლებთ, შინაგან ძალებს აკონტროლებთ, დაღლილებიც კი ხართ, მაგრამ მოდუნების საშუალებას თქვენს თავს არ აძლევთ, მოდუნების უფლებას არ აძლევთ. ან ერთი მომენტია კიდე, რომ მიუხედავად ამ ხელა ღრმა ემოციური კავშირის ან მიჯაჭვულობის, რომელიც შეიძლება გაგაჩნიათ გარკვეულ სიტუაციასთან ან ადამიანთან, მაინც გარიდებასავით აკეთებთ და თავს იცავთ, რომ თითქოს გინდათ რომ მარტო დარჩეთ, სიმშვიდეში იყოთ, თქვენს თავთან იყოთ, ნაკლები ხმაური იყოს გარშემო მყოფებისგან. ნუ აქ საერთო ჯამში ახლა პირველ ვარიანტთან ვიტყოდი, რომ ყველაფერი ძალიან ცუდათაც არ არის, აქ შეგიძლიათ შესაძლებელია საკუთარ თავზე ზრუნვა, განკურნება, გაგვჩნდება ეს პოტენციალი, ეს უნარებიც ზოგიერთი თქვენთაგანი, ვინც ახლა უყურებთ ენერგეტიკული, შეიძლება წმენდებს გაკეთებას აპირებთ ან აკეთებთ კიდეც და გარკვეული პოზიტიური ენერგია იყოს. აქ ზოგადად ღვთისწყალობა და მაღალი ძალების მფარველობა თქვენ გიცანთ, აი ნახეთ რა ლამაზი აქ მტრედი რომ არის ეს სული წმინდის ენერგია, რომელიც თქვენ გეხმარებათ და თქვენს გზაზე მარტო არ დგახართ. თავარია ეს შეამჩნიოთ და ეს დაინახოთ. რაც შეეხება მეორე ვარიანტს. მეორე ვარიანტი ძალიან ტრანსფორმაციული ენერგიებში ამოდიხარ, სხვათა შორის და შესაძლებელია ეს პროცესი, რაც ახლა თქვენ ცხოვრებაში ხდება, ან ახალი დაწყებული არ არის, ან ძალიან დიდი ხანია უკვე გრძელდება და კიდე შეიძლება მომავალშიც გაგრძელდეს, იმიტომ რომ აქ ხანგრძლივ ღრმა სიტუაციებში ხართ, აქ შესაძლებელია გარკვეული მდგომარეობების ახლიდან დაწყება ხდება, გარკვეული წარსული სიტუაციების დაბრუნებაც ხდება, ან ფიქრი ამ მიმართულებით, აქ შესაძლებელია მასწავლებელს ან ვიღაცა დამხმარესაძებთ, ვინც გამოგიყვანთ ამ რთული სიტუაციიდან, ამ რთული მდგომარეობიდან. ნუ თქვენი სული გამოგვიძების ეტაპზე არის, ესე ვიტყოდი, შესაძლებელია აქ კიდევ არის გარკვეული შიშები, შინაგანი დაუწმუნებლობები, იმიტომ რომ აქ გაყინული ენერგიები ბევრს მიჩვენებს, რომ არის ეს სიცივის ენერგიები, მაგრამ თითქოს უკვე პროცესი დაძრულია და ამას თქვენ მატარებელი დაიძრა და ამ მატარებელს თქვენ ვეღარ შეაჩერებთ, მხოლოდ ის დაგჩნიათ, მიყვეთ ამ პროცესს და არ შეეწინააღმდეგოთ და სწორ მოსახოვებში და სწორ ადგილებში სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ, რომ არ ამოვარდეთ რელსებიდან და სწორი გზიდან, საითაც მიყავხართ. აქ შეიძლება თქვენს სამყაროს აქ საგვარეულო საკითხები, საგვარეულო ეგრეგორი შემოდის საკმაოდ აქტიურად, შესაძლებელია მასზე მუშაობთ, ან ფიქრობთ მუშაობას, ან აქ საკითხები არის გადასაწყვეტ, რომელიც ოჯახურ საკითხებს უკავშირდება.